სტენლი მილგრამის მორჩილების კვლევა რჩება ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და გავლენიან ექსპერიმენტად, რომელიც 1960-იან წლებში იელსის უნივერსიტეტში განხორციელდა. ეს კვლევა შექმნილი იყო იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი დაიმორჩილოს ავტორიტარულ ფიგურას და შეასრულოს ქმედებები, რომელიც მის საკუთარ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ინსპირაცია მოდიოდა ჰოლოკოსტის ტრაგედიიდან და ადოლფ ეიქმანის სასამართლოდან, სადაც ბევრი დამნაშავე თავს იმართლებდა შემდეგი სიტყვებით: მე უბრალოდ ბრძანებას ვასრულებდი. კვლევაში მონაწილეობდა 40 ჩვეულებრივი მამაკაცი, რომლებიც მოხალისეებად იყვნენ წარმოდგენილების სწავლისა და მეხსიერების შესწავლის ექსპერიმენტში. მათ განუმარტეს, რომ ისინი იკვლიდნენ საჭირის გავლენას სწავლის პროცესზე. მონაწილეები იყოფოდნენ მოსწავლეებად და მასწავლებლებად. თუმცა სინამდვილეში ნამდვილი საცდილი სუბიექტები მხოლოდ მასწავლებლები იყვნენ. მოსწავლეები უბრალოდ დაქირავებული მსახიობები იყვნენ, რომლებიც იმიტირებდნენ ტკივილის რეაქციას. პროცედურა ასეთი იყო: მასწავლებელმა უნდა ასწავლოს სიტყვათა წყვილები მოსწავლეს, რომელიც მეორე ოთახში იყო მიმული ელექტროსკამზე. თუ მოსწავლეს შეცდომას უშვებდა, მასწავლებელს უწევდა ელექტროშოკის მიყენება მოსწავლისთვის, რომლის ზაბოაც იწყებოდა 15 ვოლტიდან და თანდათანობით იზრდებოდა 450 ვოლტამდე, რომელიც პოტენციურად ლეტალურია. რეალურად არანაირი შოკი არ იყო, მაგრამ მონაწილეები ისმენდნენ ჩაწერილ ხმებს, ტკივილის, ყვირილის, კედლებზე დარტყმის და საბოლოოდ სრული სიჩუმის. თუ მონაწილე ყოყმანობდა ან შეწყვეტას ითხოვდა, ექსპერიმენტატორი იყენებდა სტანდარტულ ფრაზებს, როგორიცაა: გთხოვთ, გააგრძელოთ, ან არ გაქვთ არჩევანი, უნდა გააგრძელოთ, მაგრამ არასდროს იყენებდნენ ფიზიკურ ზეწოლას. შედეგები შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ყველა მონაწილემ მიაღწია მინიმუმ 300 ვოლტამდე, ხოლო 75%-მა გააგრძელა სრულ 450 ვოლტამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე უკვე გაჩუმებული იყო, მონაწილეები განიცდიდნენ უზარმაზარ სტრესს, ოფლიანობას, კანკელს, ნერვიულ სიცილს, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ, რაც აჩვენებს ავტორიტეტის უზარმაზარ ძალას პიროვნული ეთიკის წინააღმდეგ. ეს კვლევა გვახსენებს, რომ ავტორიტეტის გავლენა შეიძლება იმაზე ძლიერი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, და რომ ჩვეულებრივი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ დესტრუქციული პროცესების მონაწილეებად, თუნდაც საკუთარი ღირებულებების საწინააღმდეგოდ.